ქართული ოცნების ლიდერები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილში დიპლომატიური პასპორტებით ვეღარ მოგზაურობენ. ეს ინფორმაცია დღეს ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ დაუდასტურა. ოცნების პრემიერმა თქვა, რომ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ვიზიტისთვის ვიზის აღება დასჭირდა. მან არ დააკონკრეტა, რომელ სახელმწიფოზეა საუბარი, თუმცა კობახიძე ბოლო პერიოდში იტალიასა და უნგრეთში იმყოფებოდა. ბოლოს იტალია სტუმრობდა კახა კალაძეც. თუ დედაქალაქის მერს დავუჯერებთ, მას ვიზის აღება არ დასჭირვებია. ვიზიტს წახვედით? ჩვეულებრივი პასპორტი, ანუ დიპლომატიურით არა. ხო, ჩვეულებრივი. ანუ დიპლომატიურ პასპორტებს ვეღარ იყენებთ, ეს სანქციები ამოქმედებული ამ რეჟიმში აპირებთ თქვენი პარტია ყოფნას და აი ამ რეჟიმში ვერ შედიხართ ევროკავშირში დიპლომატიური პასპორტები მუდმივად ხედავთ ნაბიჯებს ახალ-ახალს. აი ხვალაც ევროპაში მივდივარ მაგალითად. ჩვეულებრივი პასპორტი და არა სამსახურეობრივი პასპორტი. სამსახურეობრივი რა შუაში, რა სამსახურეობრივი პასპორტი. არ გაწუხებთ სანქციების ქვეშ ყოფნა? როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ეს არის ჩვენი სამშობლო. ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა, ეს არის ქვეყნის ინტერესების გატარება და ყველამ კარგად უნდა გაითავისოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა 11 ქვეყანამ შეაჩერა. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრ ამ სახელმწიფოებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს. ეს არის 11 ქვეყანა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ესეც არის სირცხვილი ევროკავშირის. სანქციებია ბატონო. არა, ეს არის საერთაშორისო. თქვენ წინააღმდეგ. ისმინეთ და გეტყვით. 2010 წელს დადებული ხელშეკრულება არის საქართველოს და ევროკავშირის შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ეს მისცეს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ელიტას, ჩვენ ქართული ხალხი კიდე 7 წელი ველოდით 2017 წლამდე, სადამ ჩვეულებრივი პასპორტზეც იქნებოდა უვიზო რეჟიმი. ეს ერთი კი ბატონო, 2010 წელს დადებული ხელშეკრულება არის. ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომ ევროკავშირის დიპლომატიური პასპორტი ჩვენთან შემოდიან უვიზოდ, რომ ჩვენი დიპლომატიური პასპორტით ევროკავშირის ტერიტორიაზე შედიან უვიზოდ. საერთაშორისო ხელშეკრულებაში გაწერილია ყველაფერი, მათ შორის გაწერილი არის გარემოებები, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს ამ ხელშეკრულების მოქმედება. არც ერთი ეს პუნქტი სახეზე არ არის დღეს. ევროკავშირმა ქართულ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი 27 იანვარს შეუჩერა. ამ გადაწყვეტილების აღსრულება ამის შემდეგ ცალკეულმა ქვეყნებმა დაიწყეს. ევროსკოპის ინფორმაციით დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერებული აქვს რუმინეთს, ბულგარეთს, ლატვიას, ლიეტუვას, ესტონეთს, ლუქსემბურგს, ნიდერლანდებს, საფრანგეთს, ბელგიასა და იტალიას. ოპოზიციაში ამბობენ, რომ დიპლომატიური და ოფიციალური პირებისთვის შეზღუდვების დაწესების შემდეგ ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი შესაძლოა მთლიანად საქართველოს შეუჩეროს. ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან გაფუჭებული ურთიერთობების ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს. როდესაც ჩვენ, ესე იგი, ხელისუფლების წარმომადგენლები ამაყად გვიცხადებენ, რომ ფაქტიურად ამ სანქციას თავს არიდებენ და ჩვეულებრივი პასპორტებით, ანუ გადაადგილდებიან ევროკავშირში უვიზოდ, ეს უნდა გვესმოდეს, რომ ნიშნავს იმას, რომ ამითი мотиваციას უქმნიან, ესე იგი, ევროკავშირს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე დაიწყონ მუშაობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, იმიტომ რომ გამოდის, რომ უვიზო რეჟიმით სარგებლობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან სანქცირებული და ამით უბიძგებენ ევროკავშირს, რომ გაამკაცროს, ასე ვთქვათ, გადაადგილების პირობები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე, ფიქრობს იმაზე, როგორ დააზიანოს საქართველოს მოქალაქეების ინტერესები. ამ ადამიანებმა თავიანთი გადაწყვეტილებებით მოქმედებებით საქართველოს დაწიეს მინიმუმ 20 წლით უკან გვაბრუნებენ ისევ სავიზო რეჟიმის ხანაში და აქ პრობლემა იმაში კი არ არის ქოცებს შეექმნება თუ არა სამოგზაურო დისკომფორტი და მოუწევ თუ არა ვიზების აღება. არამედ პრობლემა არის საქართველოს ინტერესების გატარებაში, საქართველოს მომავალში, ჩვენს ინტეგრაციაში ევროკავშირში, რომელიც ყველაფერი შეფერხდა, შეჩერდა, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ის ხელისუფლება, ის თვითმარქვია რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება გაყალბებული არჩევნების შედეგად და ჩვენ ეს ვითარება თუ არ შევცვალეთ, მუდმივად ვიქნებით
აი ამ ცინიკური განცხადებების მოსმენის რეჟიმში, როდესაც ისინი იტყვიან, რომ ვიზას აიღებენ და მაინც იმოგზაურებენ, რა პრობლემაა. როდის შემოიღებენ ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები ქართველი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის აკრძალვას. სიას აგვისტოდან უნდა შეუერთდეს შვედეთი. ევროსკოპის ცნობით არ აქვთ ინფორმაცია გერმანიისა და პოლონეთის გადაწყვეტილებაზე. ავსტრიასა და უნგრეთში კი ჯერჯერობით ქართველი დიპლომატებისა და ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმი შეჩერებული არ არის.